შუადღე მშვიდობის მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს რაღაც საიუბილეო დღე გვაქვს, 50-ე დღე არის უწყვეტი პროტესტის და ამ უწყვეტი პროტესტის განმავლობაში ბრძოლა მრავალწახნაგოვანია და მათ შორის მრავალწერტილოვანი და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი არის რომ ადამიანებს დაეთმოთ ეთერი იმისათვის რომ ასე ვთქვათ ამ პროტესტის ხმა გააჟღერონ და ჩვენ ნახეთ პროტესტის პირველივე დღეებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციები, სადაც გარკვეულწილად წარმატება იქნა მიღწეული პირველ ეტაპზე, სადაც ეთერის დათმობა მოუწიათ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქამდე ამ ეთერში არ იწვევდნენ სხვადასხვა ასე ვთქვათ აფილიაციების გამო და მიზეზების გამო, რაც ჩემი აზრით ნათელია მაყურებლისთვის თუ რატომ. თუმცა ამ გავიდა დრო ამ დაპირებას, რომელიც გაიცა ვასილ მაღლაფერიდისა და თინათინ ბერძენიშვილის მიერ, რომელიც არის ერთის მხრივ ერთი დირექტორი, მეორე სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც გადადგომას ასევე ითხოვენ მომიტინგეები. დაპირება იქნა გაცემული, რომ ადამიანებს დაეთმობოდათ ეთერები, ასევე იყო მოთხოვნა, რომ დღის ეთერებიც გაეხსნათ ადამიანებისათვის, თუმცა დღის ეთერებამდე არც მისულა საქმე, მეტიც საღამოს ეთერებშიც მოხდა ამ პირობის დარღვევა და სხვა კრიტერიუმებით არჩევენ უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც საღამოს ეთერში იწვევენ, პოლიტიკური ნიშნებით მათ შორის, თუმცა დაპირება იყო, რომ ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, იმ ადამიანებს უნდა დათმობოდათ ეთერი, თუმცა ეს პირობა დარღვეული იქნა. თუ რა სტადიაზეა ახლა ეს პროტესტი და მოლაპარაკებები და თუ რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებლის წარმომადგენლებს, რატო არ უთმობენ ეთერს, ამაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. გუგა დუდუჩავა, რომელიც არის მასწავლებელი და ამ პროცესის მონაწილე და გიორგი ტუმასიანი, სამოქალაქო აქტივისტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ხო, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან დიდია და თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ჩვენი ხალხის, ასე ვთქვათ, ფულით და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არის, რომ ის ემსახუროს აუცილებლად თავის ხალხს და არა ხელისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება დიდი დრო დაეთმოს, ასე ვთქვათ, კრიტიკას, დაეთმოს ასევე არ ვიცი დისკუსიებს, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ამის დეფიციტი აქვს დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვნახავთ სამწუხაროდ ისეთ გადაცემას, სადაც ჯანსაღი დისკუსიები იმართება. მე არ გულისხმობ დისკუსიებს, რომელიც საბოლოოდ ცემატყეპაში გადადის და ჭიქების სროლაში, დისკუსია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ ამის სარკე ნამდვილად უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში ჟურნალისტებს, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საზოგადოებრივ არხზე და ზოგადად ჟურნალისტი იყოს, ასე ვთქვათ, თვითცენზურით დაკავებული და ის რაღაცნაირად არ შეხედოს მოვლენებს, ასე ვთქვათ, ობიექტურად და მიკერძოვებული იყოს, ვთქვათ, რომელიმე პარტიის ინტერესებში, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხალხი მოითხოვს იმას, რომ ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე წლებია და განსაკუთრებით აი ამ 50 დღის განმავლობაში, ადგენენ ისინი ვალდებულნი არიან, რომ მთელ საქართველოს აჩვენონ ის, რაც ხდება ობიექტურად ქვეყანაში. ამის დეფიციტი ნამდვილად არსებობს და ამას ითხოვს ხალხი და ამის, ასე ვთქვათ, უფლება ნამდვილად აქვს ჩვენ საზოგადოებას. არა მხოლოდ ხალხი უნდა დავამატოთ აუცილებლად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც მათ შორის, როგორც ვიცი, 79 თანამშრომელია დაახლოებით, რომლებმაც ბრიფინგი გამართეს იმ მოთხოვნით, იმ ადმინისტრაციის მიმართ მოთხოვნით, რომ ხალხის ხმა იქნას გაგონილი და ის მოთხოვნები, რაც ითხოვენ, არ არის რაღაც არც მოკლებული და უნდა დაეთმოთ ამ ადამიანებს ეთერი. და ჩვენ სტუმრებთან გადავიდეთ, რომ უშუალოდ ჩართულები არიან ამ პროცესში და უკვე ვიცი რომ ვეღარც ესაუბრებიან, იმიტომ რომ აღარც გამოდიან კონტაქტზე იქით მხარეს, მაგრამ როგორ რა იყო ამ მთელი პროცესის ანატომია, ასე ვთქვათ, რომ მოუყვეთ თავიდან, ჩართულები იყავით ამ ყველაფერში და საინტერესოა როგორ დაიწყო და სად მოხდა ამ პირობის უკან წაღება. კეთილი, მოგესალმებით. ეს პროცესი დაიწყო პარალელურად 28 ნოემბრის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტისა, რადგანაც საზოგადოებას გვესმის ყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი ფულით
მოქალაქეების ფულით ფინანსირდება და რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ტელევიზიას ამ რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის ბადეში, სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია ყველაზე აგრესიულით, როგორც არის პოსტივი, შემდგომ იმედით, ასევე სამწუხაროდ რუსთავი 2, რასაც ჩვენ ხედავთ და ყველაზე რბილად ამას აკეთებს საზოგადოება მაუწყებელი, მაგრამ ნამდვილად აკეთებს, იმიტომ რომ მათი სტრატეგია თუ არ არის ხშირად ტყუილის თქმა, არის სიმართლის დაფარვა და ჩვენ ხედავდით ამ მთელ პროცესს სწორედ აი ამ პროტესტის 50 დღის პარალელურად. მათი მიზანი იყო პროტესტის დამალვა როგორც რუსთაველზე, ეს ხშირად კეთდებოდა მაგალითად კამერის დაფიქსირებით და რაკურსის შერჩევით, ეს ასევე ხდებოდა იმ რეალობაში, როცა მიზანმიმართულად საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში შენობის გადასვლის საკითხის პარალელურად შეიზღუდა სივრცე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობის პრობლემებზე და რეალურად ჩვენი პროტესტის შედეგად ჩვენ მივახციეთ იმას, რომ გაიხსნა ეს საღამოს მოამბის შემდეგ ეთერი, რომლის დროსაც საზოგადოების განსხვავებული წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ჩვენ დავთვალეთ, რომ 60-ზე მეტი ადამიანი შევიდა აი ამ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში ეთერში, სრულიად სხვადასხვა წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროს საზოგადოების და შევძელით მნიშვნელოვან სივრცედ რომ გარდაქმნილი იყო საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველი არქი, სადაც რეალურად მიმდინარეობს მსჯელობა. რატომ? რადგან ჩვენ ისეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ ახლა ქვეყანაში, რომლიდან გამოსავალი ყველაზე მარტივი და ყველაზე სწორი არის, რა თქმა უნდა, დიალოგის გზით და აი ამ დიალოგის სივრცე მათ შორის უნდა იყოს პირველი არქი საზოგადოებრივ მაუწყებელი. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად იგივე სტრატეგია შეარჩიეს საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელებმა, ამ შემთხვევაში ვასილ მაღლაფერიძეზე და თინათი ბერძენიშვილზეა საუბარი, ვინც პარტიულ დავალებებს ასრულებს და ვასილ მაღლაფერიძე საერთოდ ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენელიც იყო და რჩება და შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ აი ამ საღამოს ეთერი, რომელიც გაიხსნა, მთელ დღეზე გადაეტანა და პირდაპირ თქვათ, სერიალების და ფილმების ნაცვლად, რომლებსაც არანაირი დამატებითი ღირებულების შექმნა არ შეუძლიათ ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ამ რეალობაში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველი დღე პროტესტის და მნიშვნელოვანია ფართო დიალოგი იმისა, რომ რეალურად ვიპოვოთ გამოსავალი. აი ამ სერიალების და ფილმების ნაცვლად გვინდოდა ეთერის გახსნა და წარმოიდგინეთ რა ტიპის ნაბიჯი გადადგეს, რომ იმის ნაცვლად რომ გაიხსნა დღის ეთერი და კონსენსუსზე წასულიყვნენ, საღამოს ეთერიც კი გააუქმეს. ახალი წლის შემდეგ პრაქტიკულად ზარებზე არ პასუხობენ უბრალოდ, აღარ გამოდიან ამ საინიციატივო ჯგუფთან კონტაქტზე და ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ შეცვალეს ფორმატი, ზუსტად ისეთი გახადეს, როგორც მათ აწყობთ, ხშირად ეს არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოების ხმა დაიკარგა ამ პროცესში. მე მინდა რომ მაყურებლისთვის რაღაც გავმარტო, სანამ გადავალთ გუგასთან, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერის დათმობა? შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ყველა მიცვა რომ მთავარ არხს მაგალითად უთმობს ეთერს როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე პოლიტიკოსებს, ხო? იგივე სხვა კრიტიკულ მედიებზე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს დაფარვა, მაგალითად, ჩემი მეგობარი საბა, რომელიც იმყოფება რუსთავის საპყრობილეში, მას არ აქვს საშუალება, რომ ანტენით დაიჭიროს მთავარი არხი, იმიტომ რომ უბრალოდ არ იჭერს. ეს ჩვენი პრობლემა. მარტივად ხელმისაწვდომია ყველასთვის. ანუ საზოგადოებრივ მაუწყებელს თითქმის ყველა საქართველოს რეგიონს წდება და შესაძლებელია ყურება, ანუ ვისაც აქვს სურვილი რომ გაიგოს კრიტიკული ხმა, მას შეიძლება ამის შესაძლებლობა არ ქონდეს, იმიტომ რომ პროპაგანდისტულ მედიებს უკეთესი დაფარვა აქვს ვიდრე კრიტიკული. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც თქვა ზოგ რეგიონს ინტერნეტის პრობლემა აქვს და ერთ-ერთი წყარო, საინფორმაციო წყარო არის, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე ერთი შეკითხვა გამიჩნდა, როდესაც ვთქვათ ხდება ბორდის შეკრება, კი არა და არჩევა, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანში ზოგადად მონაწილეობა საზოგადოება მიიღოს და რამდენად სწორი არის, როდესაც თქვათ ხელმძღვანელობაში რომელიმე პარტიის წევრი იმყოფება. ეს მაინტერესებს, აქ რა ხდება ამ სიტუაციაში. ეს სწორია, ასე უნდა იყოს, რომ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი იყოს რომელიმე პარტიის წევრი, ვთქვათ. მოგესალმებით, მადლობა დროის დათმობისთვის. თქვენს აღნიშნეთ და ლოგიკურია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა თავისთავად მნიშვნელოვანი და გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ყველანი ვართ ამ საზოგადოების წევრები და ჩვენი გადასახადებით ფუნქციონირებს ეს ტელევიზია. 100 მილიონია საუბარი ვინც არის. სანამ თქვენს კითხვას უპასუხებ, რაღაცა მეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა ამ პროცესის მნიშვნელობა. ხო, გიორგი აღნიშნა, რომ 60-ზე მეტი ადამიანი
იქნა ამ დროის მანძილზე სტუდიაში სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა გამოცდილების, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე და ვინ იყო ეს ხალხი, ხო? ეს იყვნენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, ხო? ეს იყვნენ განათლების სპეციალისტები, ეს იყვნენ გარემოს დამცველები, ეს იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, ეს იყვნენ მეშახტეები, ეს იყვნენ საჯარო მოხელეები, ეს იყვნენ, რა ვიცი, უბრალოდ მოქალაქეები, შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დამცველები თუ სხვადასხვა მიმართულებებით და ამ 60 ადამიანზე თუ უფრო მეტი ადამიანის მიერ ისეთი საკითხები იქნა გაჟღერებული, რომელიც დიდი ხანია, ასე ვთქვათ, საზოგადოების მაუწყებელთან არ გაჟღერებულა. ახლა თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი ტელევიზიას თუ სხვა კერძო ტელევიზიებიც ამ მიმართულებით ცდილობენ მუშაობას. ახლა მე შეიძლება პირადად ცოტა განსხვავებული აზრი მქონდეს და რაღაც კრიტიკული პოზიცია მქონდეს მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან. მოვისმენთ დიდი სიამოვნებით. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის და ჩვენთვის სწორედად უფრო აქტუალური თქვენ სწორი მიზეზები აღნიშნეთ არის საზოგადოების მაუწყებელი, გარდა იმისა, რომ მართლა ჩვენ მიხდით ახლა კერძო ტელევიზიასთან, მათ შორის თუნდაც იმედთან მიუხედავად იმ დამაზიანებელი მართლა უდიდესი პროპაგანდისტული ფუნქციის, რაც განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე მიიღო, შეიძლება ვერ მქონდეს იმ მიზეზის გამო, რომ კერძო ტელევიზია და საზოგადოების მაუწყებელს უბრალოდ კანონითაც აქვს ვალდებულება, ხო, რას უნდა ემსახურებოდეს და წმინდა აი რო შეხედო პროფესიულად საზოგადოების მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიციიდან, ხო, მე რო ყოფილიყავი დაუშვათ, ხო, ამ ეთერებმა არნახული ყურადღება მოუტანა თავად ამ მაუწყებელს. შეიძლება დიდი ხანია არ ყოლია საზოგადოების მაუწყებელს, როგორც უშუალო პირდაპირ ეთერში ან მის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ამდენი მაყურებელი, აი ამ ტიპის გადაცემაზე მაქვს საუბარი რა, თუ ჩერდები რაღაც სპორტულ და რაღაც ზოგიერთ გასართობ გადაცემას, რაც შეიძლება რაღაც გარკვეულ დროს თავის ხილად ვირთვა, მაგრამ ამ მოცემულ სიტუაციაში სრულიად არაადეკვატური ამ რეჟიმში და ანუ მაყურებლები იმდენად გაეზარდა, იმდენად დიდი იყო საზოგადოების ყურადღება, ესე შეხედო რა, წმინდა მენეჯერულად, პროფესიულად პირიქით დაინტერესებულიც იქნებოდნენ და მადლობასაც კი ეთყობდნენ ფაქტობრივად ამ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, იმიტომ რომ ამათ ფაქტობრივად პროდიუსინგი აიღეს თავის თავზე, რაც არ არის მარტივი საქმე თავის მხრივ. და ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაყიდვის უფლება მიეცა, რაც ასევე კონკურენციას შეუქმნა კერძო ტელევიზიასთან, რაც ასევე კერძო ტელევიზიების მიმართ, ასე ვთქვათ, წინაღობის შექმნა იყო, რომ ეს თქო სარეკლამო ბაზარი მოეკლათ. ამიტომ ეს ეთერი იყო ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და ის რაღაც ისეთ შეზღუდულ დროში, ხო, 40 წუთით, სადაც როგორც ხშირ შემთხვევაში წამყვანებთან დაპირისპირებაში რაღაც ძალიან სწორხაზოვანი, ერთგვაროვანი კითხვები ჰქონდა დაზეპირებული ამ წამყვანებს, მათგვარებს ახლა იცით საზოგადოება იცნობს მათ და ხშირად რაღაცა იქ თიშპობაში, ანუ ეს წამყვანები ფაქტობრივად მხარედ იყვნენ ქცეულნი, სამწუხაროდ, ხო, მათთვისაც სამწუხაროდ და გარდა ამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისისა და ხშირად ამ ცხადია ამ საკითხებს ეხმიანებოდა, ისეთი საკითხები გაჟღერდა, ხო? იქ იყო რა ვთქვათ, შრომით უფლებებზე საუბარი, იქ იყო სოციალურ უთანასწორობაზე საუბარი, იქ იყო ემიგრანტების კრიზისზე, იქ იყო რაღაც საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ თუ გარემოს დაცვით არსებულ გამოწვევებზე, რაზეც რეალურად საზოგადოებას, რასაც აწუხებს, რასაც ხელავს, რაც რეგიონებში განსაკუთრებით რეგიონების ხმარო ისმოდის და რეგიონებში რაც აწუხებს ხალხს, აი სწორედ ესეთი საკითხები ისმოდა, შეძლებს დაგვარად ეს რესპონდენტები სწორედ ამ საკითხების შეტანას ცდილობდნენ, მაგრამ ცხადია ეს 40 წუთი ვერ იქ მithumetes ასეთი სახით ვერ იქნებოდა საკმარისი და ამიტომაც ვითხოვდით ჩვენ დღის ეთერს და ნაცვლად ამისა მივიღეთ საკმაოდ აი ცინიკური დამოკიდებულებაც კი უბრალოდ კითხვა არ დამიწყებია, ცხადია ეგ მნიშვნელოვანი კითხვაა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რაც განცხადება გავრცელდა, რომ თითქოს რაღაც საზოგადოებრივი ჯგუფი, ვიწრო ჯგუფი ცდილობს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ზეწოლის მოხდენას. ანუ ეს უბრალოდ გაუგებარი ბრალდებაა და აბსურდია, იმიტომ რომ ჯერ ერთი, ანუ ეს ვიწრო ჯგუფს ვერ დავარქავთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაოდენობრივად იქ ყოველდღიურად რაღაც შეიძლება 1000-ობით ადამიანი არის, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც სტაბილურად იკრიბება, აი წარმოადგენს მართლა ძალიან განსხვავებულ ჯგუფებს რა. ეს ამ ჯგუფის შექმნაც ძალიან სტიქიურად ხდება. მე პირადად ჩემ თავს ვერც მივაკუთვნებ, იმიტომ რომ საინიციატივო ჯგუფში ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ვარ ყოველდღიურად იქ, იმიტომ რომ გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია იქ ყოფნა და ხლა რამდენიმე ადამიანს შეიძლება ვიცნობდი დიდი ხნის წინაც და სხვადასხვა პერიოდში რაღაც ერთობლივი ბრძოლები ან გადაკვეთები მქონია, მაგრამ იქ არის ძალიან განსხვავებული ინკლუზიური ჯგუფი. თქვა იგივე მე და გიორგი შეიძლება ძალიან განსხვავებული და რაღაც საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია ან სოფხედელობა ზუსტად. ეს არის საინტერესო. ჩვენ ამ მრავალფეროვნების არგვეშინია. თავისთავად არის მრავალფეროვანი და სხვადასხვა ჯგუფს მოიცავს და ყველა ჯგუფს აქვს თავის შეკითხვა, სადაც ითხოვს პასუხს და აინტერესებს. კი ბატონო, აი მაუწყებლის რაღაც მენეჯმენტის ზოგიერთ განცხადებებს ვთქვათ, ეგ პოზიცია ჩანს, რომ თითქოს ჩვენ რაღაც მრავალფეროვნების გვეშინია, გავუბივართ ან ვიღაცასთან საუბარს და იქ საუბარია, რომ არის რაღაც მხარეები და ცდილობენ მე სწორედ აი ეს რაღაც ეთერში რაღაც დროს როცა დასვეს და ხშირ შემთხვევაში გარკვეული პროპაგანდისტული ნარატივის მქონე ადამიანები, რომლებთან ასევე არ გავუბივართ ჩვენ საუბარს და ის ფორმატიც რომ რაღაცა იყოს სადისკუსიო რეჟიმი, არავის არ აფრთხობს, მაგრამ არა ამის ხარჯზე.
დონეზე უნდა იყოს როგორც თქვენ აღნიშნეთ 7 სივრცეს 7 სადისკუსიო გარემო სადაც ჩვენ კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე წლების მანძილზე დაგროვილ სისტემურ და სტრუქტურულ უსამართლობებზე საუბრის საშუალება მოგვეცემა და მარტო რაღაცა მკინკლაობის და ქიშპობის რეჟიმში ხო რომლის ახლა ქართულ სატელევიზიო სივრცეში სამწუხაროდ ამ ტიპის ეთერების გამოცდილება წლების წინ უფრო ქონდა დღეს ახლა საერთოდ ეგეც არ აქვს ხო დღეს არის რო თქვა რაღაცა არის სამთავრობო მედიები რომლებიც პრინციპულად არ იწვევენ არც სხვა საზოგადოების პირებს თუ არც ოპოზიციურ პარტიებს და ნუ აი წეგან სწორედ მე მაგას გულისხმობდი არსებობს გარკვეული ოპოზიციური ტელევიზიებიც ეს შეიძლება ასთა სხვადასხვაობა იყოს მაგრამ ახლა ჩემთვის ესეთი ისაა რომ რომელსაც ასევე აქვს თუმცა პასუხისმგებლობა აქ ცხადია ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღავდი ნებისმიერ ახლა თქვენ კითხავს რო არ დაგვექვს იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ხელისუფლების ვასილ მაღლაფერიძე ხო რომელიც ხო ზოგადად მაინტერესებს იურიდიულად არ ვიცი მე იურიდიულად აქვთ ამის უფლება ამაზე შეიძლება გიორგი მოკითხოს მაგრამ მეც მიტყვი პოლიტიკურ შეფასებას იმიტომ რომ პროფესიით მე მასწავლებელი ვარ დღეს და ამით ძალიან ვამაყობ მაგრამ პოლიტიკის მეცნიერი ვარ და მივცემ უფლებას რომ ანუ წარმოუდგენელია რომ ადამიანი რომელიც იყო ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ჯერ იყო დირექტორი მე გადავიდა მოადგილე თუ მანამდეც დაახლებული და ყველა მიცადით რომ აფილირებული პირი იყო და მე ხდება სამეურვეო საბჭოს ანუ შეუძლებელია ხო მე რაღაც ამ ფორმატში რაღაცა რამე დამოუკიდებლობაზე ვილაპარაკოთ ხო ეხლა თავის დროზეც რომ ეს ფაქტი მოხდა და რატო დაუშვით ან როგორ დაუშვით ეს პრობლემაა ამიტომ დავსვი ეს შეკითხვა ნებისმიერი პრობლემა უკაცრავად რასაც დღეს ჩვენ წავაწყდით და კრიზისი შევქმენით რომ გადავახვიოთ უკან მესმის რომ წარსულზე ლაპარაკი აღარ მინდა და აღარ არის საჭირო მაგრამ რატო დაუშვით ის რომ ეს მომხდარიყო იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ვამბობთ რომ არის ხალხის უნდა ყოფილიყო მაშინვე ხალხის ჩართულობა და იქვე უნდა ეს პრობლემა რაღაცნაირად მოგვარებულიყო ანუ პროტესტი უნდა ყოფილიყო თავის დროზე არ იყო საკმარისი პროტესტი ამაშია საქმე ამაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ჩვენი მოდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების და ხელმძღვანელობის არის პრაქტიკულად საბჭოთა და არ არის შესაბამისობაში თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ თუ ავიღებთ იგივე მაგალითად გერმანიის სტანდარტს და სხვა ევროპული სახელმწიფოების სრულიად შესაძლებელი არის ეს მოდელი, როცა პარლამენტი ირჩევს ამ შემთხვევაში ბორდს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ პარლამენტს, სადაც უზარმაზარი კონტროლი აქვს სწორედ მართველ ძალას იმ მომენტისთვის. ჩვენ გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ამაში ზოგადად არის სხვადასხვა ტიპის სისტემა იქნება, როცა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტების როლი იზრდება ამ პროცესში ჩართულობის, stakeholder-ები, ასე ვთქვათ, ანუ ყველა კავშირების რომელიც საზოგადოების ამას რთავს და ირჩევს საბოლოო ჯამში ისეთ ბორდს, რომელიც ამ მრავალფეროვნებას ასახავს. ჩვენი პრობლემა იმაში არის, რომ პრაქტიკულად ერთი მხრივ ოკუპირებულია აღმასრულებელი საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლება ამ რუსული რეჟიმის მიერ, მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ უნივერსიტეტებიც კი არის საჯარო სახელმწიფო უნივერსიტეტებს გულისხმობ, მათ შორის ოკუპირებული, ანუ საბჭოთა სისტემით მივდივარ და საბჭოთა სისტემაში აუცილებლად საზოგადოებრივი მაუწყებელიც არის საბჭოთა, როგორც ეს იყო სწორედ საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში და ამის აშენების სურვილი აქვს დღეს ივანიშვილს. სწორედ ამიტომ სამწუხაროდ ეს ბრძოლა არ გადის მაგალითად მცირე გამარჯვებებზე, როგორც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის განთავისუფლება. ეს შეუძლებელია სანამ შიგნითვე არის შესაძლებელი თვითონ სისტემა, როგორც ვთქვი. სრულად არის შესაძლებელი სისტემა. კარგი არის, რომ ამ სისტემაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც შიგნიდანვე იბრძვის თავისუფლებისთვის და სწორედ ეს ახასიათებს ჩვენს ქვეყანასაც მთლიანად, სადაც საზოგადოება იბრძვის ამ გასაბჭოების წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი მაგალითები ჟურნალისტების, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე შიგნიდან ამას აპროტესტებს, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ მაინც ეს რეჟიმი შიგნიდან ბლოკავს ამ ადამიანებს, უზღუდავს მათ გადაცემებს, ხო რეალური სივრცე არის ერთ-ერთი ასეთი გადაცემა და ხედავთ სხვადასხვა ტიპის ჟურნალისტებს ამ დაუტაშვილის არაჩვეულებრივი გადაცემა იყო, სადაც გვესმოდა ჩვენ აი ეს რაც გვინდა, ასე ვთქვათ, კრიტიკაც გვესმოდა და დისკუსიებიც იყო და საკმაოდ საინტერესო, რომელიც შეჩერებულია როგორც ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს და უფლებაც გვაქვს, რომ გავათავისუფლოთ ეს ტელევიზია რუსული ჰიბრიდული პროპაგანდისგან, გაგრძელდეს ეს პროტესტი, კიდევ უფრო დიდი და მზარდი გახდეს, ზუსტად ისე როგორც ეს გრძელდება პარლამენტთან და წნეხი უნდა იყოს იმდენად სერიოზული, რომ საბოლოო ჯამში მივახციოთ მთავარ მიზანს. ეთერის გახსნა იყო ტაქტიკური მიზანი. სტრატეგიული მიზანი არის, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობის შეცვლა. ისევე როგორც ქვეყანაში სტრატეგიული მიზანი არის ახალი არჩევნები და ამ რუსული ძალის მოშორება ხელისუფლებისგან. და სწორედ მაგის შემდეგ უნდა დავიწყოთ ჩვენ საუბარი იმაზე და პარალელურადაც მაგაზე ვსაუბრობთ ახლა, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ რა წესებით ახალი მოდელი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს
ნეიტრალური ამ შემთხვევაში არბიტრი თუ ჩვენ საერთოდ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლობა. არის ამაზე საუბარი? ეგ ცალკე თემაა, ცალკე საგადაცემო თემაა ზოგადად საჭიროა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში, მაგაზე ბევრი ადამიანი დაობს ზოგადად. მაგრამ ამაზე საუბარი არის და ჩვენი ინიციატივის ზოგადად მიზანია და მსგავსი აი ამ საინიციატივო ჯგუფების რომ დავიწყოთ საუბარი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც იყო ასე უყურადღებად მიტოვებული და რეალურად გახდა ხელისუფლების ინსტრუმენტი. ამიტომ უნდა დავიწყოთ კონცენტრაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რადგან ის არის ჩვენი და უნდა დავიბრუნოთ. როცა ვამბობ ჩვენი, გულისხმობ მთელი საზოგადოების, მაგრამ განსაკუთრებით იმ 80%-ზე მეტის, ვინც ნებითაც განმტკიცებულია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს რადგან კონსტიტუციური პრინციპია, საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. ეს არ არის მხოლოდ სურვილი მათი ან კეთილი ნება, რასაც არ აკეთებენ. ანუ 78 მუხს კონსტიტუციის არღვევს მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ რომ არის კონსტიტუციური ორგანო. კონსტიტუციას ზოგადად არღვევს ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლებაც. მე მაინტერესებს ეხა უკვე რა ვითარებაში რა სტადიაში მივიდა ეს პროცესი, ხო? უკვე მივიდით იქამდე რომ რაღაც ის პირობა ნაწილობრივ დარღვეულია, სხვა ადამიანების მიწვევა ხდება საღამოს ეთერებში, დღის ეთერებზე უკვე აღარც ტელეფონს პასუხობენ, არაფერი. რა გეგმავთ მომავალში, როგორ გააგრძელებთ ასე ვთქვათ ამ პროცესს, საინტერესო არის. ხო, როგორ განვითარება? ანუ ჯერ ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხი, ანუ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ამ რაც მოიპოვეთ, უნდა დავიბრუნოთ და უფრო მეტიც, მაგრამ ეხლა ცხადია რაღაც კონკრეტული სტრატეგიების დასახვა, თავისთავად მით უმეტეს პირადად ჩემთვის, მაგრამ სანამ მაგას ვიტყვით, ისე მინდა აი რა მნიშვნელობა ქონდა ამ 40 თვიან მნიშვნელობას. ხო, ძალიან მარტივია. ეს რო ყოფილიყო მართლა უმნიშვნელო და რო არ ქონოდა მართლა აი ცვლილების გამომწვევი ეფექტი, ხო? ცხადია რომ მაუწყებლის მენეჯმენტი, ნუ ისინიც დამოუკიდებლად არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ესეც ცხადია. ამას უბრალოდ ყურადღებას არც მიიღ, თუნდაც აი ეს ხალხი ჩვენ ვინც ვართ იქ შეკრებილი ჭალებში, რო ასე თქვა, დავეწყნარებინეთ, დაგვითმობდა და გააგრძელებდა, ხო, ისევ ინფორმაციით, მაგრამ ფაქტია, რომ ესე იგი ამას ქონია მნიშვნელობა და ამან გამოიწვია გარკვეული ასე თქვა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში რაღაცა უფრო ბუნებრივად ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ აი რაღაც კრიტიკული აზრის გავრცელება, რაღაც კითხვების დასმის უნარი, რაც რისთვისაც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნილი, ხო, რაღაცა რომ სადისკუსიო სივრცე შექმნეს და აი სწორედ ამას უფრთხიან. ანუ ამ მინიმალურ რაღაცა თავისუფლების ოაზისი ბჭყალებში ისიც რაღაც წნეხის და რაღაც ეწოლის ფონზე მიდიოდა, ხო, აი რო უფრთხიან, ზუსტად გამოჩნდა ამით, ხო, რო არ იყოს ეს მნიშვნელობა, მაშინ მათთვის საერთოდ არ იქნებოდა. უბრალოდ კიდე იმაზე დღის ეთერზეც მინდა რომ ერთ-ერთი არგუმენტი, აი სანამ თქვა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ესაუბრებოდნენ ახის მენეჯმენტი, არგუმენტი ხშირად ის იყო, რომ აი ჩვენ ახლა ტექნიკური გადაიარაღება გვაქვს, ნუ ვიცი თუ ახალ შენობაში გადადის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამიტომ რაღაც სტუდია დავხურეთ რაღაცა, რაც არის ანუ ძალიან უსუსური არგუმენტი, ჯერ ჩვენ ეს ვიცით თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიდან და თქვენც აღნიშნეთ, რომ მართლაც ბევრია ღირსეული თანამშრომელი და მე მგონია რომ უმეტესობა მართალია იქ 79 ანუ უფრო ძირითადად ჟურნალისტები არიან, ვინც ჩანს, მაგრამ ამ ჟურნალისტების გარდა იქ არის ტექნიკური პერსონალი ხმისერიშოვიდან დაწყებული მემონტაჟეებიდან, რომელიც მართლა ქმნიან საზმაუს და შეიძლება ყველა ესე ხმამაღლა ჯერ ვერ ამბობდეს, მაგრამ ლოგიკურად იქ დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ისევე როგორც საზოგადოებაში არის თავისუფალი სიტყვის რაღაც ჯანსაღი დისკუსიის და ქვეყნის კეთილდღეობისკენ, ხო? და ანუ იმ ხალხისგანაც ვიცით და ესეც რომ არ იყოს ჩვენ იქ და არავის არ გვჭირდება ამ შემთხვევაში რაღაცა კეთილმოწყობილი სტუდიები და რაღაც უმაღლესი ხარისხის გაშუქების კამერის მუშაობა, ხო? როგორც ის იყო, ის გადაცემა იყო ერთი კამერით თუ ორი კამერით, იგივე ფორმატი იყოს, ხო? ანუ პირდაპირ ეთერის მაუწყებლობა საზმაუს ყოველთვის შეიძლება, ყოველთვის აქ მაგის უნარი ნებისმიერი სივრციდან, უბრალოდ უნდა დარჩენილიყო, რომ უფრო მეტი დრო ყოფილიყო. თავარი არის მონდომება, თორე კამერას. ანუ არაფერი ის არ იყო ტექნიკური პრობლემა არ არის. რაც შეეხება ხო, ანუ რაც შეეხება ამ სტრატეგიას, ანუ ესეთი რაღაც ეს გუნდის საინიციატივო ჯგუფი და მთელ საზოგადოებასთან ერთად კიდევ ვიმეორებ, თუ ეს არ არის რაღაცა ამ პროცესში, ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ეს გუნდით რაღაც შეკავშირდა, ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არ არის იქა ძალიან განსხვავებული შეხედულებების და გამოცდილებების ხალხია და მუდმივად მიდის ამაზე მუშაობა, როგორ პირველი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან უნდა მოვიდეს გაცილებით მეტი ხალხი. ანუ რუსთაველზე პროტესტი არის მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უწყვეტად გრძელდება, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურად ზოგადად აი ამ ბოლო განსაკუთრებით ბოლო 2-3 კვირის მანძილზე სულ ეგ ფორმატი გქონდა, რომ როცა იქ ვიკრიბებოდი 7 საათზე ყოველდღიურად და დღესაც დავაანონსებ ვისარგებლებ, რომ დღესაც იქნება 7 საათზე და ყოველდღიურად მე უკვე დაახლოებით 9 საათისთვის ვინაცვლებდით მარშით რუსთაველისკენ, ხო და ამ მარშს თავის დატვირთვა ქონდა, ასე რომ ჩვენ ამ პროტესტს არ ვემიჯნებით და ცალკე პროტესტი არ არის, საერთოა და ხალხს უნდა ესმოდეს, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ თუნდაც იმ ხალხს, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ რაღაც ორჭოფობს და ასე ვთქვათ, პასიური რაღაც შეიძლება უმრავლესობა და ხო, რომელიც სიამოვნებაში რა თქმა უნდა იმ პრობლემების ცხოვრობს და კიდევ უფრო გაუარესდება თუ მართლა ეს ავტორიტარული რეჟიმი მართლა გამყარდება და ისეთ სახეებს მიიღებს, რომელიც ნიშნავს
პრობლემებსაც უკვე ხედავ და დღესაც გვაქვს, ეს კიდევ უფრო სასტიკი გახდება და ეს აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რეალურად ის ხალხი, რომელიც შეიძლება მართლა ხმაწართმეული და უფლებო ხალხი, რომელიც შეიძლება მართლა ამ ეტაპზე დიდი უმრავლესობა, რომელიც ხმას არ იღებს, სინამდვილეში არის ამ საზოგადოების ნაწილი, ხო? ანუ ეს რაღაც აქტიური ჯგუფია, ცხადია უფრო, რომელიც ცდილობს იმ სახით, რომელიც საზმაოსთან თუ რუსთაველზე შეკრებილი, რომელიც ცდილობს რომ მართლა ვიბრძოლოთ ჩვენი კეთილდღეობის და განვითარებისთვის. ხო, ანუ ამ ხალხს შორის კიდევ არის ძალიან მრავალფეროვნება, მაგრამ საერთო ერთია, რომ ჩვენ რაღაცა გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს სამართლიან თანასწორ კეთილდღეობის პირობებში მცხოვრებ პირობებს, ხო? ანუ ამიტომ ამ ხალხმა ყველამ უნდა გავიგოთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობრივად, ანუ გაცილებით მეტი რაოდენობა მივიდეთ საზმაოსთან ყოველდღიურად, იმიტომ რომ ამან თავის დროზე იმუშავა რეალურად. და კიდე რომ ეს დაბრუნდეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანგრძლივია ძალიან ეს პროტესტი და რაღაცა ახალ გზებს ეძებენ. აი თუ არის რა იმ ახალი გზა საინტერესოა. ანუ ჩვენი მხრიდან, ანუ საინიციატივო ჯგუფის მხრიდან, ხო, ჩემი ვერ გავაიგებ უშუალოდ თავს, ანუ ეგ ფორმატი იქნება შედევაზებული, რომ რადგან მათ წაგვართვეს, ჩვენ თავად შევქმნით, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტული ეთერის წინ და ყოველდღიურად დღეს მაგალითად ყოველდღიურად დაახლოებით 40 წუთის მანძილზე, ანუ აქცია მიმდინარეობს, მაგრამ სანამ აქცია, ასე ვთქვათ, წმინდა აქციის სახეს მიიღებს, არის, არ ვიცი თუ მიაქციეთ ყურადღება, ანუ დაახლოებით 2 კვირა სხვადასხვა აქტუალურ თემებს, მაგალითად წინა კვირას ეთვეობდა განათლების საკითხებს, ზოგადი განათლების უმრავლესობა. გუშინ ძალიან საინტერესო პერფორმანსიც იყო მე დავეს. ხო, ეგეც სახეც არის. გუშინი იყო, ვთქვათ, გარემოს საკითხებს და გარემოს ასე ვთქვათ ექსპლუატაციას და ამ ყბადაღებული ენერგო ასე ვთქვათ რესურსების გამომუშავების სურვილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვთქვათ ეს აჩვენა ნამახვენის ხესის საკითხმა, რომ პირიქით კონტრპროდუქტული და უფრო საზოგადოებრივი ინტერესების დამაზიანებელი იყო და ამ პრობლემებზე საუბარს დაეთმო. დღეს იქნება ასევე გარემოს დაცვის საკითხებზე და ისაუბრებენ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც ეს არის დიღმის ჭალების, ეს არის იპოდრომი უბატონო მხარეს მოძრაობა, რომელიც ცდილობს იპოდრომის სივრცის დაცვას და ასევე რუსთავში ჰაერის დაბინძურების წინათ მომუშავე ჯგუფი. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, ის რაც წაგვართვეს ამ ფორმატით შევთავაზოთ და შემდეგ Facebook Live-ითაც გადაიცემა საზოგადოებრივი აუწყებელი ხალხს. ანუ ეს ცხადია პროტესტის კუთხით ვერ იქნება ჩამონაცვლელი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ის შინაარსი არ დავკარგოთ. მე სულ სხვათა შორის ვფიქრობდი, რომ აი ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ვთქვათ საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებენ, რაღაცნაირად ალბათ რთულია ამის გაკეთება, მაგრამ სურვილი მქონდა ამას ჩემთვის ვფიქრობდი, რომ რა საინტერესო იქნებოდა, რომ გაეკეთებინათ აი მთელი ამ 50 დღის განმავლობაში რაც ხდება, ხო? რუსთაველის გამზირზე თავისი აი ტერორით რაც გრძელდებოდა ხალხის სემით, რა უნდა ყოფილიყო ეთერში და რას აჩვენებდა, ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი. აი ესეთი სქემა რო დალაგებულიყო, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო რეალურად, ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა მაყურებელს. არის რეკლამაში არ ჩამიგდეს, რამდენიმე მედია კრიტიკოსი, მკვლევარი, თავის პირად ინიციატივა და სრულად მოხალისეობრივად ეგეთი პეიჯია მაყურებელი, რომელიც ზუსტად აი კონკრეტულად საზოგადოებას ხშირად აჩვენებს ხოლმე, ვთქვათ, როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სხვათა შორის აი ძალიან საინტერესოა ბოლო დღეებშიც აი 6 საათიანი მაუწყებელი, რომლის წამყვანი ვასილი ივანოვი ჩიქოვანი, რომელიც მართლაც სხვა ჟურნალისტებთან ერთად, მაგრამ ის რადგან ეთერსში ჩანს, მაინც არის მართლა სოლიდარული. გარდა მზიამაყურებლის სოლიდარობის, რომელიც 2 დღეა ეს ჯიუტად იმეორებს და აფიქსირებს ჟურნალისტულ სოლიდარობას, რაც მართლა ყველა ჟურნალისტის მოვალეობა უნდა იყოს დღეს. თვითონ შინაარსობრივად და ზოგიერთი საკითხი უფრო განსხვავებულია 21 საათიანი მომამბისგანაც თუნდაც. ალბათ, იმიტომ რომ 6 საათიან მომამბის შეიძლება უფრო ნაკლები მაყურებელი ყავს და ის წნეხიც ნაკლებია, მაგრამ ზოგადად ხო აი ეს რაც თქვენ აღნიშნეთ, ხო რომ ეგ ძალიან თუნდაც აი ჩვენი მიზანი არ არის რაღაცა თვით რეკლამა და ის, მაგრამ თუნდაც იქ პროტესტი რაც მიდის უშუალოდ მაუწყებლის შენობის წინ, ანუ ისიც რომ ლაივში გადაიცემოდეს, თუნდაც შეზღუდული დროით მაინც თავის დროზე რამდენი როცა პროტესტი დაიწყო, იყო რამდენიმე წუთით, მაგრამ ეხლა უბრალოდ იქ კამერა დგას, მუდმივად დგას პირველი არხის კამერა, მაგრამ ეს უბრალოდ არქივისტვის არის, თორე ჩვენზე ხდება სიუჟეტი რაღაცა ერთწუთიანი და ისიც ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან როგორ ვთქვა, გამარგინალიების ცდელობით ამ პროტესტისა, ხო, სამწუხაროდ, ხო, ანუ არ სრულ ფასოვნად არ შუქდება, თუნდაც ის გამოსვლები თუ ის პრობლემები, რასაც იქ ჩვენ პროტესტის პრობლემად ვცდილობთ დავაყენოთ. გიორგი, თქვენ როგორ ხედავთ საინტერესოა ამ პროცესის განვითარებას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყველაფერში რაღაცა ტიპის ნაბიჯების განსაზღვრა, დრამატურგია გნებავთ, იმიტომ რომ რაღაცამდე მივედით ახლა, ხო? ანუ იყო დაპირება, არ შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა, შემდგომი ეტაპი, რომელიც ასევე გაცემული იყო დაპირება, ისიც შეჩერებულია, ეხლა საჭიროა რაღაც საპასუხო მოქმედება. როგორ ხედავთ ამის განვითარებას? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის სტრატეგიასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საზმაოსთან მიმდინარე პროცესის სტრატეგია არ არის გამიჯნული ზოგადი სტრატეგიისგან. ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ ეტაპზე უზურპატორს, ანუ ამ შემთხვევაში საოკუპაციო რუსულ რეჟიმს და როცა ვამბობ რუსული, გულისხმობ პირდაპირ რუსეთიდან ბრძანებების კონტექსტს,
ცხადია და ამის შესრულება ხდება მხოლოდ აი ამ პიროვნებების მიერ, ვისაც ჩვენ ხედავთ. ამ სისტემის პირველი ეტაპი იყო ძალადობა ჩვენს წინააღმდეგ, ახლა არიან იგნორირების ფაზაში გადასული, მათ შორის პროტესტის როგორც პარლამენტთან, ასევე პროტესტის საზმაოსთან და ეს გადაწყვეტილება მათ შორის არის ამის შედეგი. ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ჩემი აზრით, რომ შევძლოთ აქედან გამოვიდეთ, ეს არის ისეთი ტიპის გარდაქმნა აი ამ პროტესტის და მთელი პროცესის, რომ ამის იგნორირება იყო შეუძლებელი. შესაბამისად, საჭირო არის წარმოუდგენლად უფრო დიდი მასშტაბის პროტესტი, რომელიც გამოიწვევს პირდაპირ თქვა წარმატებული ნებისმიერი შემთხვევა, როცა ასეთი რეჟიმის დიქტატურის დამარცხება ხდება, ან ეს სრულდება ბელარუსიზაციით, სადაც ვერ მარცხდება დიქტატურა, ან სრულდება სხვა წარმატებული შემთხვევების სცენარით, სადაც დიქტატურა მარცხდება. ეს არის პარალიზება მთელი ქვეყნის და პარალიზება მათ შორის იმის, რომ ამის ვერც იგნორირება იყოს შესაძლებელი, იმ მასშტაბის უნდა იყოს და ამის შეუძლებელი იყოს მათ შორის ძალადობის მეშვეობით ამის წინააღმდეგ ფუნქციონირება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფაზაზე, სადაც თუ აქამდე ეს თვითორგანიზებული იყო ყველაფერი და ეს არის პოზიტიური კი ბატონო, ის რომ ხალხი 7-ზე ყოველთვის იყრიბება პარლამენტთან, ეს არის პოზიტიური ტენდენცია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუს ოლიგარქს შერჩეული ქონდა 28 ნოემბერი, იმიტომ რომ წინ იყო 3 თვის პერიოდში ზამთარი, იყო საკმაოდ რთული აი ამ პროტესტის ორგანიზება შედარებით სხვა პერიოდებთან და ამიტომ ჩვენც უნდა მივხვდეთ, რომ ახლა შესაძლებელი არის სტრატეგია და ტაქტიკა და პირველ რიგში ეს სტრატეგია უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ, ჩემი აზრით, ერთი დიდი ფრონტი წინააღმდეგობის, რომელიც პირობითად მაგალითად იქნება ევროკავშირში გაწევრიანების კოალიცია, რომელიც ჩვენ უნდა მოვემზადოთ აი ამ ახალი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ფორმატით უნდა ვიყოთ მზად აი ამ ახალი არჩევნებისთვის და შესაბამისად, ყველა არამხოლოდ პოლიტიკურ არსებულ პლატფორმებს გულისხმობ ყველას, მაგრამ მხოლოდ 4 კოალიციას, არამედ უფრო ფართო. არამედ გულისხმობ, რომ აი ამ ახალ კოალიციაში, როგორც სამოქალაქო პოლიტიკური ერთობა რადგანაც ამ პროტესტში ჩვენ ვხედავთ, რომ დგას იდეოლოგიური საკითხი, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და მეორე მხარეს არის რუსეთში, და არა მხოლოდ ირანი, ჩინეთი, მაგრამ ავტორიტარიზმში და პირველ რიგში რუსეთში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, წაყვანის პროცესი. ამიტომ ეს ერთიანი ფრონტი უნდა მოვამზადოთ, სამოქალაქო საზოგადოება და ის ხალხი, ვინც ჩანს ახლა ყველაზე აქტიურად, ამაში უნდა ჩაერთოს ყველაზე აქტიურად. ეს უნდა გახდეს კოორდინირებული და მართვადი პროცესი და იმისთვის, რომ მივიყვანოთ ეს შედეგებამდე და შედეგი არის გამარჯვება ამაში. აუცილებლად. და ამ გამარჯვებამდე რომ მივიყვანოთ, გვჭირდება ამ ყველაფრის კოორდინაცია მართვა, პარალელურად იმისა, რომ პროტესტი გახდეს გარკვეულწილად მართვადი, მართვაზე ოცაგულშობა, ამ ფართო საზოგადოების მხრიდან, მეორე რომ ახალ არჩევნებზე ჩვენ წავდგებით სულიად სხვა ფორმატით, ერთი არჩევანით, რომელიც იქნება სწორედ ევროკავშირის არჩევანი და სადაც უმრავლესობა ექნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სიას გულისხმობს საპარლამენტო და ასე მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის მათ შორის საზოგადოებას დავანახოთ, ვინ იქნება ქვეყნის მმართველობაში გამარჯვების შემდეგ. აი ზუსტად ამაზე მინდა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ სამწუხაროდ დრო გვეწურება, დავსვას შეკითხვა, ხალხის ასე ვთქვათ შიში და ხალხს აქვს ეს შეკითხვა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდმა ნაწილმა არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ეს შეკითხვა საზოგადოებაში მაინც არსებობს, რომ აი რა იქნება მერე, იმიტომ რომ ნდობა ისევ და ისევ სამწუხაროდ ვიმეორებ პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებას რაღაცნაირად აღარ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ ყველაფრის. აი რომ ავიღოთ ასე ვთქვათ საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ რომ ჩემთვის ერთგვარი ასე ვთქვათ მაგალითი არის მერე სახელმწიფოსი. აი როგორ ხედავთ, როგორ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, როგორ უნდა აეწყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორ უნდა იმუშაოს. აი თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად ამ კლანისგან და ამ ოლიგარქიისგან გათავისუფლდება ყველაფერი, მერე რა იქნება, როგორ ხედავთ გუგა ამას, საინტერესო. ანუ რასაც თქვენ ამბობთ, ახლა თან ცოტა დრო გვაქვს, ძალიან ფართო და რთული შეკითხვაა და თან მე ვერ მექნება რაღაც ამბიცია, რომ აი აბსოლუტურად, მაგრამ ჩემ პოზიციას როგორც ერთი მოქალაქე, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. როგორც რაღაც ფიქრობ, რომ აქტიური მოქალაქე ვარ. ანუ აი რასაც გიორგი ამბობდა, თუნდაც შეიძლება რაღაც არ ვიცი რაღაცეებში მიყვებოდი, რაღაცეებში ვერ, მაგრამ ანუ ამისთვის რომ ეგ შესაძლებელი იყოს და სივრცე იყოს, ზუსტად საზოგადოებრივ მაუწყებელს ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა, აი რა ჩვენ გვაერთიანებს, ყველა იქ ყოფს საზმაოსთან თუ ზოგადად ადამიანებს, რომ თავისუფალ სიტყვას აქვს უმნიშვნელოვანობა, რომ ადამიანებს შეგვეძლოს
ერთმანეთთან მიუკერძოებული დაბალანსებული რაღაცა ჯანსაღი საკითხების პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წამოწევა. თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება ამ რაღაცა ტოქსიკურ პოლიტიკურ და მედია გარემოში შეუძლებელი იქნება ეს და რაც შეეხება ოპოზიციას ხო ანუ და ახალ ძალებს ამაზე ხო არის მართლა საზოგადოებაში განწყობა მოთხოვნილებას ამაზე დიდი ხანია მარტო ამ არჩევნების წინ არ იყო სულ იყო ხო სამწუხაროდ ჩვენ არჩევნები ჩემი აზრით სულ გვიწევს ცუდსა და უარეს შორის და რაღაც კონტექსტში შეიძლება დღევანდელი მართველი პარტია შეიძლება ჩანდა უფრო ნაკლებად უარესი დღეს შეიძლება უკვე პირიქითაა და დღეს ჩემთვის ეს ცალსახაა და კითხვის ნიშნებს ამ არჩევნების წინ არ იწევდა ხო მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის აბსოლუტურად დიამეტრულად მიუღებელია ხო ანუ ყველა ოპოზიციური 4-ვე პოლიტიკური პარტია რომელმაც გადალახა ბარიერი მაგრამ მე არც თუ კი წინა არჩევნებზე მაგალითად რომელიმე ადამიანს ვეთყოდი რომ ამას როგორ შეიძლება ხმა მისცე არც მიფიქრია ანუ მეც რა თქმა უნდა ამ 4-დან მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება მაგრამ აქ მარტო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე იქ შეიძლება ახალი პარტია იქნება თუ რა იქნება ხო ეს უნდა მოხდეს რაღაცა თანმიმდევრულად ჯანსაღი პროცესების შედეგად რომ რაღაც ხელოვნურადაც ხო ანუ ამ პარტიებთან მიმართებაში ხო ოპოზიციას გულისხმობ ხო ესეც არის რომ მათი სამწუხაროდ რა ეს ამას რაღაც მაყოფილი და ნიშნის მოგებიც უნდა ვინდენად დაკარგული აქვს თქო ეხლა ეს მხარდაჭერას რაც მათ აქვს ხო რაც არჩევნებზე თუნდაც ამ არალეგიტიმურ არჩევნებთან დაფიქსდე ეს მხარდაჭერას და რაც პოტენციურად უფრო მეტი რაც მათ მიიღეს ალბათ არის უფრო ხელისუფლებისადმი ანტაგონიზმისგან გამოწვეული ამიტომ ჩვენ გვჭირდება პოზიტიური ალტერნატივაც რა ევროკავშირის მომხრე კი ცხადია ეს ევროკავშირის მხარდა ანუ ჩვენ ეს ევროკავშირიც რაღაც თვითმიზანი კი არ არამედ სწორედ კეთილდღეობა რაც მე ბევრჯერ ვახსენე დღეს აი სწორედ მაგის რაღაცა გარანტია ხო დღეს ტურკიის სამეს სივრცეა მიუხედავად იმისა რომ თავად ევროკავშირს მაგას არავინ უარყოფს და არ ჩვენ არ გაუვიბართ იმ პრობლემებზე საუბარს რაც ზოგადად დასავლურ პოლიტიკურ სისტემას და დემოკრატიის კრიზისებს ლაპარაკობენ ხო თანამედროვე პოლიტიკური მომხილველები ეს სხვა საქმეა მაგრამ ერთადერთი სივრცე სადაც ჩვენს ქვეყანას რაიმე კეთილდღეობის და განვითარების სანქცია შეიძლება გქონდეს რაიმე სოციალური სამართლებების განცდა ეს არის სწორედ დასავლური ინტეგრაცია და ამიტომ პოზიტიური ალტერნატივის გარეშე და ეს რა ფორმით იქნება ორგანიზებული ამაზე ახლა საზოგადოებამ თავად უნდა იპოვოს პასუხი და უნდა გამოჯანსაღდეს პროცესი მაგრამ ეს პოზიტიური ალტერნატივა თუ არ გაჩნდა და საზოგადოებაში აი დობის რაც თქვენ სწორად აღნიშნეთ ეს დობა იმდენად და მართლა ოცნების პროპაგანდა ამაზე წლების მანძილზე იმუშავა რომ დღეს ძალიან რთულია საზოგადოებაში რაღაც დობის და იმედის გაჩენა და ერთ-ერთი დამხმარე იყო საზოგადოებრივი დემოკრატიის ერთ-ერთი საფრთხე აი როცა ლაპარაკობენ რატო არის თქვა რაღაცა პოპულისტური და აი თქვა იგივე გერმანიაში რაღაც ალტერნატივა გერმანიისთვის და მსგავსი პოლიტიკური ძალები ხო იმიტომ აი დობის კრიზისია მაგრამ ეს სხვა თემა მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად ეს მინიმალური დობის მოპოვება უნდა შევძლოთ იმიტომ რომ ამ პროტესტმა აჩვენა რომ საზოგადოებაში არის უდიდესი სოლიდარობის ხარისხი და მოთხოვნილება ანუ მზაობა გაიზარდა საზოგადოება ძალიან ეს რაღაცნაირად პოლიტიკურ ველში უნდა გადაითარგმნოს და ეს არჩევნები როცა იქნება უახლოესი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება ეს მართლა უნდა მაგისაც უნდა ასე თქვა კონდეს განცდა რაღაცა არ უნდა ვიყოთ ილუზიებში რომ ეს შეიძლება მარტო არის მალე არ იყოს და ეს არ იყოს შეიძლება მარტივი ბრძოლა მაგრამ როცა იქნება ეს უახლოესი დემოკრატიული არჩევნები და მაგისთვისაც ბევრი სამუშაო გვაქვს როგორც სამართლებრივად ისე სხვა კუთხით რომ იყოს პოზიტიური ალტერნატივის განცდა ეს იქნება ერთ-ერთი გარანტი ამ ხელისუფლების ამ რეჟიმის ხო დამარცხებისა ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ რომ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. მე ხშირად ვადარებ ხოლმე ჩვენს ქვეყანას მძიმე პაციენტს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვა, რომ ის ამ ეტაპზე უნდა გადარჩეს და თუ როგორ უნდა წამოვაყენოთ ის ფეხზე და გამოვაჯანმრთელოთ, ამაზე მე უნდა ვიზრუნოთ აბსოლუტურად ყველამ და უფლება არ უნდა მივცეთ არავის, რომ ამაში ხელი შეგვიშალოს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებით. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ პრინციპში პროტესტის საუბარი, თუ როგორ მიმდინარეობს პროტესტი და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან საბაბრაჭელი გაყოლებას სტუმრად, ამიტომ დაგველოდეთ.